ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი თავისუფლება თავგანწირვის გარეშე არ მოდის. სიყვარულს და თავისუფლებას ეს თავგანწირვა არ ჭირდება. უბრალოდ ადამიანი არის ისეთი არსება უცნაური, რომელიც აქ კი არის, მაგრამ პოტენციაში ის ტრანსცენდენტული ყოფიერების და ზეციური და მიწიერი მასშია ესე გადაზელილია. და ამიტომაც ხდება, რომ ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი თავისუფლება შეუძლებელია თავგანწირვის გარეშე, ხოლო თავგანწირვას ტკივილი და ტანჯვა ახლავს. შეუძლებელია ამ სამყაროში არსებობდე ხორციელა და არ იტანჯებოდე თუნდაც იმიტომ, რომ ამ სამყაროში ყველაფერი განადგურებისკენ მიდის. ყველაფერი აბსოლუტურად. ამიტომ შეუძლებელია, რომ ადამიანი არ იტანჯებოდეს. იმიტომ რომ მას ცხოველის ხორცი აქვს, ტყავის სამოსველი გვაქვს. მაგრამ საოცრება ის არის, რომ აი ამ სამყაროში, ამგვარ სამყაროში, ამგვარ თითქმის ჯოჯოხეთურ ყოფაში შემოვიდა ის, რომელიც უკვდავია, რომელიც აბსოლუტური ძლიერება არის, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა, აბსოლუტური სიყვარულია, თავის პიროვნებაში მიიღო ადამიანური ბუნება და ამით მთელი სამყარო პოტენციაში. ის რაც ჭირს ამ სამყაროში მყოფ ადამიანს, მოვიდა აბსოლუტურად უცოდველი თავისთავად ცხადია, ღმერთია. და აი ეს რაც ჭირს ცოდვილ ადამიანს, ეს ჭირი საკუთარ თავში მიიღო.